გვაქვს პარტია საქართველოსთვის ამ პარტიიდან პარლამენტის 12 წევრის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ საკითხი კერძოდ თეონა აკუბარდია, ანა ბუჩუკური, გიორგი კახარია, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზრიშვილი, ბერდია სიჭინავა, კახაბერ ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური. როგორც იცით, საპროცედურო საკითხმა განიხილა, კომიტეტმა განიხილა ეს საკითხი. საგაზაფხულო სესიაზე ჩატარდა 26 პლენარული სხდომა, 26-ვე მათ არასაპატიო მიზეზით აქვთ გაცდენილი. შესაბამისად, შეიძლება ითქვას, რომ თავის თავს თავადვე უწყვეტენ მანდატს, იმით რომ არ ასრულებენ იმ მანდატს, რომელიც მათ მიიღეს არჩევნებში. აქვე მოგახსენებთ, რომ ამ მოწვევის პარლამენტის განმავლობაში, ანუ 26 ოქტომბრის შემდეგ, პარტია საქართველოსთვის დაახლოებით 800,000 ლარი პარტიული დაფინანსება აქვს მიღებული, ისე რომ ერთი დღეც არ გაუტარებიათ პარლამენტში. მაშინ, როდესაც უკვე სესიაზე კენჭი ეყრება ჩვენი გუნდის წევრებისთვის მანდატების გაუქმების საკითხს, ეს არის პოლიტიკური აქტი და აქ უკვე კონსტიტუციაში გათვალისწინებული ბოიკოტის უფლება იზღუდება. რა თქმა უნდა, ნორმალური და სამართლიანი სასამართლოს პირობებში ამას გაეცემა სამართლებრივი და ასევე პოლიტიკური პასუხი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ აქტში იქნება ჩართული, რა თქმა უნდა, გაეცემა მათაც პასუხები. ეს არის დღესდღეობით, თუმცა არანაირი მნიშვნელობა არ აქვს. ჩვენ თავიდანვე 2024 წლის არჩევნების დასრულების შემდეგვე ვთქვით, რომ ეს არჩევნები არ ასახავდა ქართველი ხალხის ნებას. შესაბამისად, ჩვენ გამოვიყენეთ პოლიტიკური ბოიკოტის უფლება, რომელიც კონსტიტუციით არის მონიჭებული ჩვენთვის და დღემდე ხედავთ, რომ ჩვენ არ გვახორციელებდით საპარლამენტო მუშაობას. რა თქმა უნდა, ჩვენი გუნდის წევრები არ ღებულობდნენ არც ამისთვის ხელფასებს.